თუ ისევ ფლეშ-კორსი ყენებ სტატისტიკების სანახავად, მაგალითად რომ გაიგო არსენალს რამდენი კუთხური ჩამოწოდება შეუძლია, რამდენ აუცილებლს ხოლმე, რამდენ ჯარიმას, უკვე ძალიან დიდ დროს კარგავთ თითოეულ მატჩში გადასვლით და ამ ინფორმაციის ამოკრეფით. Stat.com-ზე შეგიძლიათ მარტივად გაუხსნათ არსენალი ფულემის მატჩი აუჩიოთ კუთხურები, მონიშნოთ საშინაო მატჩები და ხედავთ რომ არსენალი საშუალოდ 7.6 კუთხურს აწვის მატჩში. ეს შეგვიძლია დავფილტროთ, რომ გვიჩვენოს ხოლმე პრემიერ ლიგა. აი აქ ხედავთ რომ გამოსწორდა 7-დან 0 გახდა. საშუალოდ 10 კუთხურია მატჩში, მოწინააღმდეგე კი 3.6 აწვდის. აქ კი მატჩები ჩამონათვალია. თუ კონკრეტული მატჩი, მაგალითად არსენალი ჩელსის მატჩი არ გვინდა რომ დაითვალოს, შეგვიძლია ჩავთიშო სტატისტიკიდან და მივიღოთ განსხვავებულ სურათს. იგივენაირად შეგვიძლია დავაკეთოთ ფულამისთვის, მაგალითად როდესაც დუმრად თამაშობს, როცა პრემიერ ლიგის მატჩებია, ხედავთ რომ ფულემსაც 10.8 კუთხური აქვს საშუალოდ მატჩში თვითონ 20-ს აწვის, მოწინააღმდეგე კი მასზე მეზე 6-დან 0-ს. იგივენაირად შეგვიძლია დავაკეთოთ ბარათებზე, ჯარიმებზე, აუტებზეც, ნებისმიერ სტატისტიკურ მონაცემებზე შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია, რაც ასე ვთქვათ შეიძლება გაინტერესებდეთ. ასევე ცალკე არის მსაჯზე ინფორმაცია. ამ კონკრეტული მატჩის მსაჯი არის ჟილეტი, ესეთი მსაჯია. ჩვენ ხედავთ რომ ბოლო 20 მატჩის სტატისტიკით საშუალოდ 4.6 ბარათს იძლევა დაახლოებით 20 ჯარიმას დებს მატჩში. ეს შეგვიძლია გავფილტროთ, რომ მხოლოდ გვიჩვენოს პრემიერ ლიგის მატჩი, მხოლოდ ამ სეზონზე და შეგვიძლია დავაჭიროთ ამ ვილოდს, რომელიც გვიჩვენებს, როდესაც არსენალთან ან ფულემთან ყოფილა მსაჯი, მათ შემთხვევაში რა მოხდა. ხო, მოკლედ ეს არის Stat.com-ი, სადაც შეგიძლიათ დეტალურად გაარჩიოთ მატჩები და მიიღოთ ყველანაირი ინფორმაცია, რაც გაინტერესებთ კონკრეტულ მატჩზე.